სანდრო გირგულიანის მკვლელობა გახსნილია. საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები 7 წლის შემდეგ. არა მხოლოდ დაიჟებიან დამნაშავეები, არამედ საჭირო იქნება ადეკვატური. ბანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა. დათა ახალაია შემკვეთად ოფიციალურად სახელდება. 7 წლის შემდეგ სანდრო გირგულიანის მკვლელობა შეკვეთილ მკვლელობად ცხადდება. წლების მანძილზე ყველასათვის ცნობილი, თუმცა ოფიციალურ დონეზე გასაიდუმლოებული საქმის დეტალები პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. სანდრო გირგულიანის წამების დამკვეთად კუდის მაშინდელი ხელმძღვანელი დათა ახალაია დასახელდა. ვანო მერაბიშვილს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი დაუმძიმდა. რაელით შარდენის ცნობილი სუფრის ცნობილ წევრებს და კიდევ ვისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმეზე. დეტალებით თამარ კეთლიშვილი. შეხედვა მეშინია ამ კარანაში. სუიმისი სუნია. ძალიან განერვებლებული ვარ ეს დღები, წელი რო სრულდება, სულ გიჟათა ვარ გწეული, რომ ბავშვი ერთი წელია თურმე არ მინაღავს. სრულოდები სასაფლაოზეც კი არ მინდა ასვლა. არ დავდივარ სასაფლაოზე, ძალიან იშვიათად. არა მაგ მე საქმე სასაფლაოზე. იგნა ენუქიძე სანდრო გირგულიანის მკვლელობის დამკვეთების დასჯას ითხოვდა. 27 წლის შვილის მკვლელობის შემდეგ ის სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე გავლენიან ძალოვანებს დაუპირისპირდა. ამბავმა, რომელიც 2006 წლის 27 იანვარს მოხდა, მთელი საქართველოს შეძრა და ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა. ამ დღეს მაშინდელი კუდის მაღალჩინოსნები შარდენ ბარში მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. შარდენ ბარში მეგობართან ლევან ბუხაიძესთან ერთად სანდრო გირგულიანიც იმყოფებოდა. მეორე დილით სანდრო გირგულიანებ მეგობრებმა ოქროყანის სასაფლაოზე ამ მდგომარეობაში სასტიკად ნაწამები იპოვეს. სანდრო უკვე გარდაცვლილი იყო. დილით გამოსდა ლევან ბუხაიძე ჩვენ გვეუბნებოდა, რომ აი არ ვიციო რატომ მოხდაო, მაგრამო აი ესე მოხდაო და ჩვენ თვითონაც მაშინ გაურკვევლობაში ვიყავით, წარმოდგენა არ გქონდა რატომ და როგორ მოხდა და მხოლოდ აი მეორე დღეს გაირკვა რაღაცეები ჩვენთვის. რა მოხდა ოქროყანის სასაფლაოზე რამდენიმე დღეში თითქმის ყველამ გაიგო, მაგრამ არაოფიციალურად. 27 წლის სანდრო გირგულიანის მკვლელობის დამკვეთებად ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გვარებმაც გაიჟღერა. მათ შორის იყვნენ დათა ახალაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი, გურამ დონაძე და მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია. პირველი დღიდან საქმის ყურში ვიყავი და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი მთელ პროცესს, პრაქტიკულად სასამართლოს უყურებდი ლაივში, იმიტომ რომ კავკასია იღებდა და ხამხამობით ქონდა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდი ამ საქმეს. მე მაშინაც ვთქვი, რომ ეს არის ტესტი ახალი ხელისუფლების, ინტერვიუც არსებობს ჩემი და იმის და მიხედვით თუ როგორ იქნება გამოძიებული ეს საქმე, დადგინდება გვაქვს ჩვენ უნარი რომ მართოთ ქვეყანა თუ არა. ახალმა ხელისუფლებამ ტესტი ვერ ჩააბარა. 2006 წელს სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმეზე კუდის 4 მაღალჩინოსანი დააკავეს. ამის საქმიდან შარდენის ცნობილი სუფრის ცნობილი წევრების მონაწილეობის კვალიც გაქრა. საქმეში არ არსებობდა ოქროყანასა და შარდენის ბარს შორის კავშირის რაიმე მტკიცება. სამართალდამცავებმა მაშინ თქვეს, რომ გირგულიანსა და კუდის მაღალჩინოსნებს შორის კონფლიქტი შარდენ ბარის გარეთ მოხდა. პროკურატურის ეს ვერსიო უტყუარად მიიჩნია სასამართლომაც. თაკო მერაბიშვილმა მე ვთხოვა მომეტანა სიგარეტი. ვაცხადებ, რომ არავითარ კონფლიქტი არ შიგნით არის გარეთ, მე არ მინახავს. გირგულიანის მეგობარმა ლევან ბუხაიძემ სასამართლოს ხდომაზე შარდენ ბარის სუფრის ერთ-ერთი წევრი ამოიცნო, რომელიც ოქროყანაშიც იმყოფებოდა. ბუხაიძემ ხელი ოლეგ მელნიკოვს დაადო, მაგრამ მელნიკოვს ბრალი არ წარდგენია. მე აგვიდგინე ოქროყანაში მყოფი მეოთხე ადამიანი და დადასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი.
ამჟამად მიმდინარე გამოძიებით ფაქტურად დაადგინდა ის ყველა მიზეზი, რის გამოც მოხდა სანდრო გირგულიანისა და ლევან ბუხაიძის ოქროყანის სასაფლაოზე აყვანა. სანდრო გირგულიანის მკვლელობის დამკვეთების, შემსრულებლებისა და მფარველების ვინაობა პროკურატურამ მკვლელობიდან 7 წლის შემდეგ დაასახელა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2006 წლის 27 იანვარს შარდენბაში პოლიციის მაღალჩინოსნები დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია, მისი მეგობრები ანა კალანდაძე და თათია მაისურაძე ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ამავე ბარში მოგვიანებით სანდრო გირგულიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე მივიდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ გირგულიანს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერთ-ერთ ამ სუფრის წევრთან, კერძოდ კი თათია მაისურაძესთან, იგი შეხვდა მას და ესაუბრა კიდევაც. ეს საუბარი გაიმართა ზუსტად ამ დანარჩენი სუფრის წევრების თანდასწრებით. სანდრო საკმაოდ ჟესტიკულაციას ხმარობდა მაშინ, ხელებით საუბარი და ხმამაღალი საუბარი იყო და ამ საუბარში რამოდენიმე უცენზურო სიტყვაც გაჟღერდა. ხმამაღალი საუბრის დროს სანდრო გირგულიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია სუფრასთან მყოფი ერთ-ერთი ადამიანი. სწორედ ეს გახდა მოგვიანებით გირგულიანის გატაცებისა და წამების მიზეზი. საქმის გამომძიებელი კახაბერ ჭუმბაძე გვიყვება, რომ ამ ინციდენტის შემდეგ სანდრომ ბარი მალევე დატოვა, თუმცა შარდენზე ამ დროისთვის უკვე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება შეიმჩნეოდა. საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე. სანდრო გირგულიანი საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ბრალი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს წარედგინა. ვანო მერაბიშვილს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შეედება. პროკურატურის ინფორმაციით მომხდარიდან რამდენიმე დღეში საქმის რეალური არსი მაშინდელმა მინისტრმა მერაბიშვილმა დეტალურად იცოდა. საქმე პოლიციის მთავარმა სამმართველომ რამდენიმე დღეში გახსნა. თუმცა როგორც ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის მერაბ ბაღათურიას ჩვენებიდან ირკვევა, მან წამებასა და მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავებაზე თანხმობა ვანო მერაბიშვილისგან ვერ მიიღო. ამ ფაქტს ჩვენთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მაშინდელი მოადგილე დავით კუპატაძე. დანაშაული მოხდა დაახლოებით 3 დღეში უკვე ინფორმაცია ჰქონდა ვინ ჩაიდინა. და ეს ინფორმაცია გამოძიებას პროკურატურას და სამინისტრომ ჩაატარა ღონისძიება. მაშინ იყო სუფრასა და ოქროს ანასთან კავშირი გამოკვეთილი. რა თქმა უნდა. კიდევ ერთი მოწმე, ვინც გამოძიებას ჩვენება მისცა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა. ბურჯანაძე იხსენებს, რომ სანდრო გირგულიანის საქმესთან დაკავშირებით პირადად ესაუბრა ვანო მერაბიშვილსაც და მიხეილ სააკაშვილსაც. პრეზიდენტი იყო ინფორმირებული რეალურად რა ხდება? თავიდან მან ცადა, რომ ეთქვა, რომ ის არ იყო ბოლომდე გარკვეული და ძალიან მთხოვა, რომ მიმეცა მისთვის 3 კვირა, 2-3 კვირა ვადა, რომ გარკვეულიყო. მაგრამ როდესაც მე დავინახე, რომ უკვე ყველაფერი წავიდა იმისკენ, რომ რეალურ ყოველ შემთხვევაში შემკვეთებს ხელს აფარებდნენ, ეს იწვევდა ჩემში ძალიან დიდ პროტესტს. ერთადერთი რაც მე შევძელი, ეს უკვე პრაქტიკულად ლამის შანტაჟზე წავედი ამისათვის, რომ როგორც მინიმუმ პირველ ეტაპზე განთავისუფლებული იყვნენ თანამდებობიდან ახალაია, სანოძე და სხვები. პროკურატურის ინფორმაციით საქმეში ახალი მოწმეებით და დანაშაულში ეჭვმიტანილი ახალი პირებიც ფიგურირებენ. რამდენიმე დღის წინ უკვე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი თანამშრომელი დავით ქოქიაშვილი, რომელიც მკვლელობის ღამეს ოქროყანაში იმყოფებოდა, თუმცა საქმეში აქამდე არ ჩანდა. ქოქიაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშყოფის მიერ მიცემული ჩვენების დეტალებს ყვება. იგი ასრულებდა ძღოლის ფუნქციას. სანდრო გირგულიანის მეორე პიროვნებაც ჩასვეს მის მანქანაში. მისი განმარტებით მანქანაში არაფერი ისეთი წინაპირობა არ იყო იმისა, რაც მერე განხორციელდა. უბრალოდ ეს ხალხი კითხულობდნენ რა იყო, რატო გაგვაჩერეთ, მიგიყვანთ გავარკვევთ. საკმარისად ჩაითვალა წინა გამოძიების მიერ 4 ადამიანის დასჯა. აქ იყო საუბარი, როგორც ახლა ირკვევა, რამდენად ენდობოდა სიტყვაზე დავით ახალაია იმ პირებს, რომლებიც იქნენ დაკავებულნი. ფაქტია, რომ მათ ენდობოდა და დააკავა კიდევაც. ვისაც არ ენდობოდა, ის დაკავება არ მოხდა.
ამიტომაც ქოქიაშვილმა როგორღაც თავი მაშინ დააღწია ამ ყველაფერს, მაგრამ რის სანაცვლოდ აი ამას გამოძიება დაადგეს მალე. თუმცა საქმის გამომძიებელი კახა ჭუმბაძე ამბობს, რომ ალანიას, ბიბილურიძის, აფციაურის, ღაჭავას, ქოქიაშვილისა და მელნიკოვის გარდა შარდენ ბარშიც და ოქროყანაშიც გაცილებით მეტი ადამიანი ფიგურირებს. სატელეფონო საუბრები და ანძების მონაცემები ცხადყოფს გადაადგილებას კულტის თანამშრომლებისა და აქედან ჩანს, რომ რამოდენიმე ადამიანი მე არ გულისხმობ იმ 4 ადამიანს, დანარჩენ სხვებს გულისხმობ. ჩანს მათი მოძრაობა სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან ლესელიძეზე და ასე შემდეგ. შარდენბარში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს. ის სანდრო გირგულიანის კიდევ ერთი მეგობარია. ზაალ ქურციკაშვილმა 2006 წელს გამოძიებას ჩვენება მისცა, თუმცა მაშინ მისი ჩვენების ოქმის საქმიდან გაქრა. სანდრო გირგულიანის მეგობრის ზაალ ქურციკაშვილის ჩვენებით შარდენბარსა და ოქროყანას შორის კავშირი დგინდებოდა. ქურციკაშვილი სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს. წინა გამოძიებას არც კი პროკურატურის გამოძიებაზე ვიძახი, არც კი უცდია ბევრი მათგანის მოძიება დაკითხვა. თუმცა დადასტურდა რამოდენიმე მოწმის დაკითხვის შემთხვევა, თუმცა მათი ოქმები შემდეგ საქმიდან იქნა ამოღებული. ეს კონკრეტულად ვისი? ზაალ ქურციკაშვილი, ის ადამიანი, რომელიც იმყოფება ბარში, კარგად და აშკარად ხედავს რა მოხდა. როგორც გითხარით, სანდროს აფრთხილებს და გამოყავს კიდევაც სუფრად, თუმცა აქ ისეთი სერიოზული კონფლიქტის ადგილი არ ქონია, მაგრამ უსიამოვნება იყო ეს თვითონ ფაქტი. ასეთ უსიამოვნებას სამწუხაროდ არ პატივობდნენ მაშინ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2006 წელს ვანო მერაბიშვილმა საქმე პროკურატურას 37 დღის შემდეგ, ანუ მაშინ გადასცა, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო უწყებამ საქმეში მერაბიშვილის მეუღლის და სხვა პირების კავშირი კარგად დამალა. საქმეში აღარ საჩანდა სუფრასთან მყოფი პირების ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარ დანაშაულთან კავშირიც. ყველანაირად იქნა შემოსაზღვრული და რაღაც პასუხისმგებლობის საკითხის თავიდან აცილებულნი ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ შარდენ ბარში. ერთ-ერთი დაკითხვა განხორციელებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის ოთახში და ძირითადი მოწმეების დაკითხვები განხორციელებულია. იმდაგვარად, რომ ყველა დაკითხული პირი ერთ ოთახში იმყოფება, გამომძიებელი ფაქტობრივად არ არის თავისუფალი კითხვებში. არ მოხდა მხილება სხვა პირებისაც, რომელიც აშკარად იკვეთებოდა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ამ დანაშაულთან. და პირიქით გამოძიება წარიმართა იმ გზით, რომ როგორმე მომხდარ იყო სხვა პირთა პასუხისმგებლობის, სხვა პირებისათვის პასუხისმგებლობის აცილება. ესენი იყვნენ იმ ცნობილი სუფრის წევრები. სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ მისი ოჯახის ინტერესებს ადვოკატი შალვა შავგულიძე იცავდა. ის იხსენებს, რომ გამოძიებაში თავიდანვე ჩანდა უკანონობის მთელი კასკადი. წინასწარი გამოძიება არაობიექტურად წარიმართა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დანაშაულში მხილებული არ უნდა ყოფილიყვნენ მისი დამკვეთები. მოგვიანებით კი საქმეში პარლამენტი ჩაერთო. 2008 წლის 28 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც ბრალდებულებს სასჯელი 6 წლამდე გაუნახევრეს. რატო განახევდა სასჯელი? რეალური იყო სუფრის წევრებს დადგომოდათ დანაშაულის შეუტყობინებლობის ან დაფარვისათვის პასუხისმგებლობა. ანუ მომავალში მარტო სატელეფონო საუბრები რომ ამოღებულიყო სრულფასოვანი, რაც დაადასტურებდა სუფრის წევრების კავშირს უშუალო დანაშაულის შემდეგ ამ დამნაშავე პირებთან, ეს დაადასტურებდა უკვე მათ დაფარვის შემადგენლობას. მაგრამ დასჯადი არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, ანუ დანაშაულის, რომელიც დასჯადია 10 წლის ზევით. და ჩამოიწიარა სასჯელი იმ დანაშაულისთვის 10 წლის ქვევით, მომავალში დაიცვეს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობისათვის პასუხისმგებლობისაგან სუფრის წევრები. არ არის ამჟავნებულები, იმიტომ რომ დღის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში იმყოფებიან იქ. იმის გარდა, რომ მაშინდელი გამოძიების შედეგად პასუხისგებაში მიცემულ 4-ვე პირს მცირე სასჯელი მიესაჯა, ისინი ციხეშიც საკმაოდ კომფორტულ გარემოში ცხოვრობდნენ. ეს არის ფარული კადრები ნომერ 1 სასჯელახსრულების დაწესებულებიდან, სადაც კარგად ჩანს, როგორ იღებდნენ სტუმრებს მკვლელობისთვის გასამართლებულები. ეზოში საუბრობენ მობილური ტელეფონებით. სასჯელს ისინი იზოლირებულ, სპეციალურად მათთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იხდიდნენ.
ამჟამად მიმდინარე გამოძიებამ გაარკვია და დაადასტურა უკვე ეს არა მარტო ეს ტელეფონით საუბრები, არამედ ისეთი ქმედებები, რომელიც პატიმრობაში მყოფს და ანუ საჯირო ახსოვლების დაწესებულებაში მყოფ კაცს ნამდვილად არ უნდა ქონდეს. მე ვსაუბრობ აუარებელ სტუმარზე, რომელიც იქ მიდის, ღამე დარჩენილ სტუმრებზე, სუფრებზე, კეიფებზე, სუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურებაც ხდებოდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ცნობილი პერიოდში 11 აგვისტოდან 25 აგვისტომდე რომ ეს ადამიანები ციხის ტერიტორიაზე არ არიან. პროკურატურაში აცხადებენ, რომ უახლოეს ხანში გირგვლიანის საქმეზე ბრალი კიდევ რამდენიმე პირს წარედგინება. მათ შორის შესაძლოა ციხის მაშინდელი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. მაშინ ნომერ პირველი ციხის უფროსი თემურ ტაბაღუა იყო, რომელიც დღეს სასულიერო პირია. გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა სუფრის ერთ-ერთმა წევრმა ვასილ სანოძემ. დაადანაშაულა თუ არა სანოძემ მეგობარი დათა ახალაიე და ყოფილი შეფი ვანო მერაბიშვილი, ჩვენ ამ კითხვით ვასილ სანოძეს მივმართეთ. თქვენ მიეცით ჩვენება გამოძიებას მერაბიშვილის წინააღმდეგ და ახალაიეს წინააღმდეგ. არ ვიცი რა მეგობარები ვიცი რა, ძალიან უკაცრავად რა მიცალი. ქართული სასამართლოს შემდეგ უკვე 2011 წლის 26 aprils ევროპის სასამართლომ განაჩენში დაადასტურა, რომ ხედავს კავშირს სუფრის წევრებსა და მკვლელობის შემსრულებლებს შორის და ქართული მართლმსაჯულება ამ კავშირის დაფარვასა და არასათანადო გამოძიებაში დაადანაშაულა. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ბრალდებას და რასაკვირველია, ვანო მერაბიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იმ ფალსიფიკაციებისა და გაყალბებისა, რომელიც მაშინ მოხდა და ფაქტურად ზუსტად აი ამ უსამართლობის გამოძახილი იყო ის, რომ ჩვენ გავედით ქუჩაში და ჩემი და ფაქტურად სათავეში ჩაუდგა მოძრაობას აი ამ უსამართლობის წინააღმდეგ. და რომ არა ეს უსამართლობა, ალბათ ჩემი და დღესაც ცოცხალი იქნებოდა.